მოგესალმებით ჩემო მსმენელებო. დღეს მინდა ვისაუბრო მამაუჩვენოს ლოცვის განმარტებაზე. ეს არის წმინდა მაქსიმე აღსარებლის განმარტება არის საუფრო ლოცვის შესახებ. და მნიშვნელოვანი მუხლი არის, რაც სხვათა შორის ბევრი ადამიანი ვერ იგებს და კითხვებს აჩენს საუფრო ლოცვის შესახებ. კერძოდ რას ნიშნავს წმინდა იყოს სახელი შენი? აი ეს არის გაურკვევლობას პატევს რა, ღმერთის სახელი წმინდა არ არის იცახიან, რომელ სიწმინდეზეა საუბარი? რა სიწმინდეზე ლაპარაკობს აქ მაცხოვარი ლოცვის დროს, ხო? და ვის მიმართავს ლოცვით? ქრისტე. მოკლედ დავიწყოთ. შემოვიდეს მენელები და ნენელა დავიწყოთ. სამოცდამეექვსე თავი. გავამზადოთ ჩვენ ბიბლიაც 76 თავი. გავამზადოთ ხოლმე რომ წავიკითხოთ თან. ესაია 76 თავი. 76. ხო, მოკლედ გავაგზავნოთ, ხო? გავაგზავნოთ. აი რა საუნს მაქსიმე აღსარებელი. ლოცვასა ამას ღვთისმსწავლობის ამას ლოცვასა ვიწყებდეთ რა იმას ხოლოსა ვადიდებთ მიზეზსა და დამბადებელსა ჩვენისა ამის ბუნებისასა და მერმე ჩვენზე დაახსრულებულსა მას მადლსა შვილებისა მისისასა ქადაგება და აღსაარებად გვესწავების ვითარცა იტყვის მახარებელი ვითარმეთ რომელთაცა შეიწნარეს იგი მისცა მათ ხელმწიფებაში შვენ ღვთისაყოფად რომელსაც წამს სახელი მისი. ივანეს სახარებას პირველი თავის მე-12 მუხლი. აბა ნახოთ ივანეს სახარების, აი ეს არის ახალ ქართულად რაც გამოვიდა. პირველი თავის მე-12 მუხლი. ხოლო ვინც კი მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, ვისაც მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. ახლა ნახოთ ადეში ცოტა თავში როგორ არის. ხოლო რომელთა შეიწნარეს იგი მისცა მათ ხელმწიფებანი ნაშობ ღვთისყოფად, რომელთა რწმენეს სახელი მისი. ხედავ აქ სხვა რაღაც წერია. ნაშობ ღვთისყოფადო და არა ღვთისშვილადო. მოკლედ ღვთის ნაშობი ღვთისშვილადაც იწოდება, ესეც შეიძლება, მაგრამ ღვთის ნაშობი უკვე ღვთის ნაშობში საღვთო ბუნება მოიაზრება და არა მადლით ღმერთობა. იმიტომ რომ უდროული ნაშობი მარტო ძე არ არის, მელქისედეკიც არის და სატანაც არის უდროული ნაშობი ბიბლიაში. კარგი, ეს გავარკვიეთ, ეხლა ჩვენ გადავიდეთ შემდეგ განმარტება. ამისთვის ღირს უყუყუნა წოდებად მისა მამად ჩვენთა და ვიტყვით ამ ლოცვას მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა. ზეგი ეს რას ნიშნავს? ბუნებით დამბადებელსა მას მადლითა მამად წოდებად ღირს ვიქმნენით რაითა შევიკდიმოთ სახელისა მისგან მადლითა მამისა და საქმითა მოქალაქობისა ჩვენისაითა ვისწრაფოთ ჩვენებად სასწაულთა და სახეთა სამთოისა მის შვილებისათა რაითა წმინდა ვყოთ ქვეყანასა ზედა სახელი მისი საქმითა კეთილითა და სამართლად ვხადოდით მამად ჩვენდა რაჯამ საქმეთაგან ჩვენთა შვილად მისა გამოუჩნდებოდით და ესევით არის ამის შვილებისა მოქმედსა და მომანიჭებელსა ბუნებიცა მას ძესა მისის მამისასა სარწმუნოებითა მართლითა და საქმითა კეთილითა აღვამაღლებით. ესე იგი ბუნებით დამბადებელსა მას მადლითა მამა წოდებათო ჩვენ მამას იმიტომ ვეძახით რომ ჩვენ გავხდით მისი შვილები. ღვთის ნაშობები ვართ, ღვთის შვილები ვართ და ღვთის შვილები უნდა
გავდნენ მამას ყველაფერში, იმიტომ რომ თუ მამიშვილი ხარ, მამის საქციელებით მიხედვითაც უნდა იცხოვრო. ამას ნიშნავს წმინდა იყოს შენი სახელი. წმინდა იყოს სახელი შენი, თუ დავისაუბროთ ღმერთის სახელი წმინდა, თავარი არის რომ ის ჩვენ ვასახელოთ და გავწმინდოთ ჩვენივე ქმედებებით, რომ მანი მოძრაოს ჩვენში და არა ჩვენი კეთილი დამსახურებებით, როგორც ისინი ასწავლიან. ხოლო მაშინ წმინდა იყოფის ჩვენზე და სახიერისა მის მადლითა მამისა სახელი, ოდეს ნივთიერნი იგი გულისთქმანი მოვაკუდინეთ და ხრწნილების მოქმედ და მათ ნებათაგან თავნი ჩვენი განვიწმინდეთ. ხედავ რას ნიშნავს მამიშვილობა? მამიშვილობა ნიშნავს რომ გულისთქმანი მოვაკუდინეთ მიდრეკილება ცოდვისაკენ და ხრწნილების მოქმედ და მათ ნებათაგან თავნი ჩვენი განვიწმინდეთ, ანუ ცოდვისაკენ თავი დავაღწიეთ. განვიწმინდეთ ჩვენი თავი. ამას ნიშნავს ღმერთის შვილობა. რამე თუ ჭეშმარიტი სიწმინდა იარს გულისთქმას და ხორციელს და სრულიადი აღუძრველობაი, გულსაშინა და მოკუდინებაი, რომელსა იგი მივიწმინდეთ რაი მაშინ გულისწყრომისაცა უწესოთ და მათ ნივთი და დავამდოვრებთ. ოდეს არა იყოს გულისთქმაი აღმაღზნებელი, მისა და თვის და გემოთა თანაშემწედ წოდებელი, რამე თუ გულისწყრომაი ბუნებით შემუშულის მაძიებელი არის გულისთქმისაი, ხოლო იხილოს რა იგი მომუკუდინებული თვისისა სიბორგირისგან დასხრების. აქ ნახე რაზეა საუბარი, ყურე, გულისთქმა არის აღძრავს ცოდვის ჩადენას, ხო, მრუშობას მაგალითად და ყველაფერი მოდის კაცის გულიდან. ასე რომ მამიშვილობა ნიშნავს ხორციელი გულისთქმის სრულიადი აღუძრველობაა. სრულიად მიდრეკილი აღარ უნდა იყო ამ გულისთქმებისაკენ და სრულიად უნდა იყო მოშორებული ამ გულისთქმებს, იმიტომ რომ ეს გულისთქმა წარმოშოს უკვე ფიქრებს. ფიქრებით უკვე შემოდეს მერე ქმედება. ანუ სანამ ქმედებას გააკეთები, გამოდე ხო ფიქრობ სხვის ცოლზე, მოგწონს რაღაც გეგმას. ამიტომ ეს გულისთქმები და ეს ფიქრები თუ არ მოაკუთვნი, ანუ არ მიეცი საშუალება, რომ შენში შემოუშვა, მაშინ შენ უკვე თავისუფალი იქნები, მაგრამ თუ მიეცი საშუალება შემოსვლის, მაშინ შენ უკვე იქნები მის ტყვეობაში ექცევი. ანუ ცოდვის ტყვეობაში ექცევი, მაშინ მამიშვილობას კარგავ. აი ამას ნიშნავს წმინდა იყოს სახელი შენი. და რა გვემბოლება კიდე აი ამ ხედა განმარტება, აი ამ მნიშვნელოვან ლოცვის განმარტებაში მაქსიმე აღსარებას. რა ევალება მამის შვილს, ვინც ამ ლოცვას აღავლეს. სიმართლე უკვე განდევნითა გულისწყრომისა და გულისთქმისაითა მოვასუფევაი. ხო, სამართლად უკვე განდევნითა გულისწყრომითა და გულისთქმისა, ანუ გულისწყრომისა და გულისთქმისა. გულისწყრომაც არის, ხედავ, აი მაგალითად რო გითხრათ, აი ბევრს არ აყავს მეუღლე და სხვისი მეუღლისა შურს, ან მოსწონს, ან ამბობს რომ ის არ მსახურებს ამ ქალს და ნეტა ჩემი იყოს. ეს უკვე გულისწყრომა. გულისწყრომა შობს გულისთქმას. გულისთქმა კიდე მერე მოდის მოქმედებაში, ცოდვის მოქმედებაში. ასე რომ მოვასუფევაი და ძალის ზეცათა ისა მამისაი, თუ გამდევნით ამ გულისთქმას და გულისწყრომას ჩვენგან, მაშინ მოდის უკვე სუფევა. ზეცისა მამისაი, მოვედინ სუფევაში, ხა ამას ახსნის. ვით არცა სიტყვანი იგი ლოცვისანი გვაუწყებენ მათზე და რომანის შემდგომად განდევნისა მათ ნებათა ისა ღირს იქმნენ თქმად, მოვედინ სუფევაში. ანუ ყველამ კი არ უნდა თქვას ეს მოვედინ სუფევაში. მხოლოდ მან, ვინც განდევნის გულისწყრომასა და გულისთქმებს საკუთარი თავიდან, მას აქვს უფლება ღირსი გახდეს თქვას, მოვედინ სუფევა შენი, მიმართოს მამას, მოვედინ სუფევა შენი. ესე იგი, არს სული წმინდაი, რამე თუ სახითამით და საქმით სიმშვიდითა და სიწმინდისაითა ტაძარ სულისა წმინდისა იქმნებია მოშიშნი ღვთისანი, ვით არცა წერილ არის. ვის ზედა განვისვენო გარნამ შვიდსაზე და დაბალსა და რომელიც წოდეს სიტყვათა ჩემთაგან. ეს არის ესაია 66 თავი. ნახე რა წერია? აი რა სამობს ღმერთი. ზეცა ჩემი ტახტია და დედამიწა ჩემი ფეხსადგამი. სად არის სახლი, რომელსაც ამიშენებთ და სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი? ესე ყოველივე ჩემმა ხელმა შექმნა, ასე გაჩნდა ეს ყოველივე, ამბობს უფალი. შევხედავ მას, ვინც დაჩაგრულია, სულ დამწუხრებულია და ჩემს სიტყვაზე თრთის. ესე იგი, მე დავიმანებ ისეთ ადამიანზეო, რომელიცო განვისვენებ მასზეო, რომელიც შვიდიაო, დაბალი არისო და წერწისო ჩემს სიტყვებზეო, ანუ როგორ გითხრათ,
ხათრი აქვს ჩემი სიტყვების, აი მასეთ ადამიანზე დავიღვანებ მეო. ანუ ეს არის მოვედინს უფევაში, ასე განმარტავს მაქსიმ ახსერებელი. ქვეყანა დიტყვის მტკიცესა მას ყოვლა და შეურყებელსა, კეთილისაგან წესსა და ძალსა გონებისა მის მშვიდით აისა რაჟამს, მარადის ღვთისათანა იყოს გონება იმათი და სიხარული გამოუთქმელი აქუნდეს და სასუფეველისა მის ზეცად აისა მკვიდრად განჩინებული იყოს და ანგელოზთანა მოდასეობასა ღირსქმნული იყოს. ხედავ, ადამიანიო, ამ სიმშვიდით ემსგავსებოდესო ანგელოზებსო და ანგელოზთა დასში იყოსო განჩინებულიო, სასუფეველის მკვიდრად იყოს განჩინებულიო. ხედავ და ანგელოზთა მოქალაქეო მოდასეობისა ღირსქმნული იყოს უკვე აქ დედამიწაზეო. თავისი სიმშვიდით. აი ასეთ ადამიანებზე მოდისო, სუფევაო ღმერთისო. როგორც ესაიაში ამბობს, ვინც დაჩაგრულია მას შევხედავ, ანუ მასზე განვისვენებ. და არა ყველას. შეურყეველი იგი უნებელობისა საზომი ოდეს პოვოს გონება მან აზნაურებაი ყოველთაგან ნებათა და მყუდროებაი ღილვათა მათგან ბრძოლისა მათისათა და ხედოთა მიმართ საღმრთოთა ყოველივე ძალის სულისაი ამაღლებული იყოს. ესე ვითარისა მის წესისას წადო და უფალსა მიცემად მოწაფეთა თვის და ამისთვის ეტყო და მიიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისწავლეთ ჩემგან, ამით მშვიდ ვარ და დაბალ გულითა და პოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთან. ზუსტად ამ პროცესზე საუბრობდა მაცხოვარი, როდესაც თავის მოწაფეებს ეუბნებოდაო. მათეს ახარების მეხუთე თავის მეხუთე მუხლში. მიიღეთ ეს უღელი თქვენზე, დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ამით მშვიდ ვარ და დაბალ გულითა და პოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთაო. ანუ სულის სიმშვიდეს იპოვითო. თუ ამას გააკეთებთო, ჩემი უღელი დაიდგით ქედზეო. აი როგორი მიმართვა. ზუსტად აი მას ნიშნავს მოვედინს უფევა შენი, რომ როგორც აქ წერია, დაჩაგრულზე დავიყვანებო სულ დამწუხრებულზეო და ჩემს სიტყვაზე ვინც თვისო მასზე დავიყვანებო. ამბობს ღმერთი, ხო? და იესოც ამბობს. ამ სიმშვიდით დაიდგით ჩემზეო და ისწავლეთ ჩემგან, თუ მშვიდო ვართ. ისწავლეთო, ქრისტესგან უნდა ვისწავლოთ ჩვენ მშვიდობა. და ვიყოთ დაბალი გულით, ასე დაბალი გულით როცა იქნება, გულის ხრომა აღარ იქნება შენში. აღარ შემოეს უწმინდური ფიქრები. შენ ცოდვას გაურბიხარ უკვე, იმიტომ რომ ქრისტეში ხარ. აი ეს არის მოვედინს უფევა შენ, მამაუჩინოს ლოცვის განმარტება და წმინდა იყოს სახელი შენი. ამ ძირითად საკითხებს განმარტავთ ახლა. რას ნიშნავს? განსვენებად იტყვის სიმტკიცესა საღმრთოისას უფევისასა, რომელი კი ღირს და თვის და მიანიჭებს ყოვლისავე მონებისა აზნაურებასა, ესე იგი არს ყოველთაგან ვნებათა თავისუფლებასა, ვითარცა კვალად იტყვის, ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. მათე 11:5-8. ხედავ, ესე იგი ღმერთის ხილვა არ ნიშნავს პიროვნების დანახვა სადღაც ცაში, როგორც ეს ბიბლიაში წერია, რომ ღმერთი იხილავ. ღმერთი არავის არასდროს არ უნახია. ასე რომ ღმერთის ხილვას მაცხოვარი უწოდებს ზუსტად იმ თანაზიარებას სული წმინდასთან და მადლთან, რომელიც ეხება მას და წმენს ყოველგვარი ცოდვისაგან და ასუფთავებს, აძლევს შვიდნამ დაბალ გულს და მადლი ეხმარება აღარ აკეთოს ცოდვა. რადგან უფალია მასზე. ხოლო უკვე თუ მშვიდთა და მდაბალთა უკვდავისა მის სუფევისა სიმტკიცე მიეცემის და უკვე თუ წმინდანი გულითა მხილვენ ღვთისა იქნებიან, ვინ არს ესეთ გულფირცხე და საფრთხოთა მათ კეთილთა უსურველ, რომელმცა არადიდად სუროდა და სწადოდა მოგებად სიმდაბლეი და სიმშვიდეი და სიწმინდეი გულისაი, რაითა მოვიდეს მისე და სუფევაი ღვთისაი, რომელი არის სული წმინდაი და წმინდა იყოს მის შორის სახელი ღვთისა და მამისაი და იქნას გული მისი ტაძარ ქრისტესა და ღირს იქნას სმენად სარატრელიცა მისა ხმისა, მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი. მათეს 25:34. ვინ არისო ისეთი ადამიანიო, ვინცო თავის გულის ხრომასა და თავის გულის თქმებს არჩივნებს იმასო, რასაც თავად ღმერთი სთავაზობს, სიწმინდეს, სიმდაბლეს, სიმშვიდეს გულის, რადგან მოვიდეს მასზე სუფევა ღვთისა, რომელი არის სული წმინდაი და წმინდა იყოსო. მის შორისო, აი რას ნიშნავს წმინდა იყოს სახელი შენ. წმინდა იყოს სახელი მის შორის, ანუ ჩვენია ტაძარში და ამ ტაძარში, გულში დაივანოს ქრისტეს ნათელმა და ტაძარი იქცეს, ჩვენი გული იქცეს ქრისტეს ტაძრად, რათა ქრისტე მინათოს ჩვენში და ღირს იქნას სმენად სანატრელიცა ხმისა მის. ესეთი პიროვნება, ასეთ პიროვნება ღირსი გახდეს სანატრელი ხმის მოსმენისა, რომელიც ეტყვის, მოვედით ჩემდა კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი. ანუ ქრისტე მიმართავს ამ ადამიანებს, ვიშიც ქრისტეს სინათლე
და სიტყვა მკვიდრობს, ვისი გულიც იქცა ქრისტეს ტაძრად, მას მიმართავს ქრისტე. მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისა. ანუ მამა მინება თავისი სული წმინდის გადმოღრა იმ ადამიანებში, ვისიც მისი ძე ქრისტეს ტაძრად აქცია თავისი გული. და კვალა დეჰა მონაო სახიერო და სარწმუნო, მცირესაზე და სარწმუნო იქმე, დიდსაზე და დაგადგინო, შევეც სიხარულსა უფლისა შეინსასა. ესეც მათე 25-21 მიმართავს ასეთ ადამიანს. სიხარული ჩედი ჩემი უფლის ქორწილში, რომელი კი არის სათნოებითა ბაძვა უფლისაი, რაუდენ შესაძლებელი არის კაცობრივითი ბუნებისაგან, რომელიც არისო სათნოებების მიბაძვა ქრისტეში, რომელიც რამდენადაც შესაძლებელია ეს ადამიანის მხრიდანო. აი ამას ნიშნავს ეს. მცირე და სარწმუნო იქმე, მრავალსაც და დაგადგინო შენ. ანუ რამდენადაც შეგვიძლია ჩვენ, კი არ ვეცადოთ არა, რამდენადაც შეგვიძლია ჩვენ ეწმენის მეშვეობით მიუბაძოთ ქრისტეს სათნოებაში. ბაძვა უფლისა, აი პირდაპირ წერია ბაძვა უფლისაიო, რომელი კი არის სათნოებათა ბაძვა უფლისა. უფლის სათნოებების მიბაძვა, როგორც იესოს, დაიდგი ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რა უნდა ვისწავლოთ? ბაძვა სათნოებაში. აი ეს უნდა ვისწავლოთ ქრისტესგან. მაგრამ მაგალითი მოგცა, რომ ის კვალს მივყვეთ. თუ ქრისტიანები ქვია, ესე უნდა გავაკეთოთ. თუ არ ვაკეთეთ, მაშინ არ ვართ ქრისტეს მიმდევრები და არ გვეტყვის ამას, მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისა. ესე არის ჭეშმარიტი სიხარული და დიდებაი ოდეს განეშოროს კაცი ყოველთაგან ნებათა, ნახეთ ეს დააკვირდით ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი არის. სიტყვა ფრაზებს დააკვირდით ძალიან მაგარი სიტყვებია. საუფლო ლოცვის განმარტება მაგს მიახსენებს. ესე არის ჭეშმარიტი სიხარული და დიდებაი ოდეს განეშოროს კაცი ყოველთაგან ნებათა და მოიძაგნეს ყოვანი ცოდვანი და მოიგოს მოქალაქეობაი მობაძავი სახიერისა მის უფლისაი, რომელი ამისთვის განხორციელდა და იქცეოდა კაცთა შორის, რაითა სახეთ სათნოებისა მოგუცეს თავითვისი და გვიჩვენოს გზა ცხოვრებისა, ვითარცა იტყვის თავადი, ვითარმეთ მე ვარ გზა, ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი. და კვალად იტყვის მე ვარ ნათელი სოფლისაი, რომელიც შემომიდგეს მე არა ვიდოდეს ბნელს, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა. ეს არის იოანეს 4:14 და იოანეს 8:12. მოდი ნახოთ ახალ ქართულად ეს ყველაფერი. მანამდე პატარა შესავალს გავაკეთებ, რომ ძველი ქართული არ ესმით ხალხს და გადმოვცემ ახალ ქართულად, რა სამოს მაქსიმი აღსარებელი. ეს არისო ნამდვილადო სიხარული და ნამდვილად დიდება. როდესაც ადამიანი, ანუ კაცი განეშორება ხორციელულ ნებებს და მოიძაგებს, შეიძულებს ყოველგვარ ცოდვას, ყოველგვარ ბოროტებას და ამის შემდეგ ის მიიღებს მოქალაქეობას, როდესაც გახდება მობაძავი სახიერისა, ანუ მაცხოვარისა, უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი, რომელი ამისთვის, ამ საქმისთვის, ზუსტად იმისთვის განკაცდა, ანუ განხორციელდა და იქცეოდა კაცთა შორის, რომ შენ ყოფილიყავი მისი სახე, ანარეკლი დედამიწაზე, რომ მისი გზა გაგეგრძელებინა. აი ამის საჭიროებისათვის მოვიდა ადამიანად, ქრისტე უფალი. სახეთ სათნოებისა მოგცეს, ნახე როგორ გამარტავს, რადა სახეს სათნოების, ანუ მაგალითი მოგცეს, სახე მოგცეს ჩვენ სათნოებისა საკუთარი თავით და გვიჩვენოს გზა ცხოვრებისა, ანუ ცხოვრების აზრი გვიჩვენოს, რისთვის ცოცხლობთ, რისთვის ვარსებობთ. და შემდგომ იტყვის თავადი, ვითარმედ ის არის გზა, ის არის ჭეშმარიტება, ის არის სიცოცხლე. ის კი არა რომ მარტო ის არის. იმიტომ არის ის, რომ შენ მოგცეს სახე და მაგალითი რომ შენც მისი უღელი ატარო, მისნაირად სათნოეყო, ისწავლო მისგან სათნოებით ცხოვრება. და კვალად იტყვის მე ვარ ნათელი სოფლისაი, რომელიც შემომიდგეს მე. ეხლა ნახოთ ეს სადამოს ამას. იოანეს ახალების 8:12. ახალ ქართულად 8:12. იესო კვლავ ეუბნებოდა და უთხრა მათ, მე ვარ ნათელი წუთი სოფლისა, ვინც წამომყვება ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას. ეს არა რომ დაკარგავს და მერე მიიღებს ისევ და კიდე დაკარგავს და მერე მიიღებს, აქ ამაზე არ არის საუბარი. არამედ მუდმივად აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა თავის თავში და გარშემოდაც გაანათებს. ანუ აქ სინათლეზეა საუბარი. ადამიანი, რომელიც თავის გულს აქცევს ქრისტეს ტაძრად, უფლის სიტყვის ტაძრად, ის ხდება თვითონ ნათელი უკვე, ის ანათებს
და ბნელში ვეღარ ივლის. პირდაპირ ესოს სიტყვებს კიდევ ერთხელ გამციტირებ. მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელიც შემომიდგეს მე. შედგომა ქრისტესთან, აი ზუსტად მაგას ნიშნავს. აიღო ის უღელი, აიღო ის სახე სათნოებისა, რაც ქრისტემ ჩვენს გამო მოვიდა და ადამიანად იქცა, რათა ჩვენ მოგვცეს სათნოების ეს სახე, საკუთარ თავის სახით. ეს არის შედგომა ქრისტეს. ავიღოთ მისი უღელი და ვისწავლოთ მისგან სათნოების ეს ასეთი ფორმის სახით ცხოვრება. დავით არ ავიდოდეს ბნელსა, ანუ ბნელში აღარ ივლის, ანუ ბოლო საქმეებს აღარ გააკეთებს, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას, კი არ დაკარგავს. ყოველთვის ექნება, არ დაკარგავს. იმიტომ რომ ბნელში აღარ დადეს, ბოროტებას აღარ გააკეთებს. იმიტომ რომ ნათელი აქვს მას უკვე ქრისტეს ნათელი აქვს მიღებული და სათნოების სახის მაგალითი აქვს. იცის ბოროტება რომ საძულველია და ზულს ბოროტება. ის ზულს ბნელში სიარული. ეხლა ნახე კიდე როგორ აღმოჩნდა მაქსიმ ახსარებელი და ამათ რო გონიათ ადვილი იქ ახსარება ზიარებით წოდების მიტევება და რაღაცა გამოსყიდვები ასე არ ყოფილა თორემ. ესე იგი, რას ნიშნავს მამაოჩვენოს ლოცვის გამარტება? ხედავ რამ ხელა სიღრმე აქვს, წმინდა იყოს სახელი შენი და მოვედეს უფევა შენი. ამ ორ სიტყვას რა სიღრმე აქვს? და ეს ჩვენთვის არის, თორე ღმერთს ასე სჭირდება ლოცვა. ჩვენთვის არის ეს მამაოჩვენო ლოცვა არ არის, მამაოჩვენო არის გეგმა. ქრისტიანის ცხოვრების გეგმა, კარტა. ასე გამარტავენ ისიხასტი მამები. აწუკვე რომელნიეს ღვთის სწავლულს ამას ლოცვასა დღითი დღეთ ვაღადებ და ვიტყვით მამაო ჩვენ რომელი ხარ ცატაშინა წმინდა იყონ სახელი შენი მოვედეს უფევა შენი შემსგავსებული ლოცვისაი ამის მოვიგოთ მოქალაქეობა და შევამკვნეთ სულნი ჩვენი სარწმუნოებით და მართლით და მოქალაქობით ღვთის ჩვენი ერთად რამე თუ არცა მოქალაქობა ის სათნოი დავითვისი წარგებელა არს უკვე თუ არა სარწმუნოებით და მართლით განათლებული იყოს არც ახსარებაი მართალი თვინიერ საქმეთა კეთილ და წარმადგინებს ჩვენ წინაშე უფლის არამედ ორივე ესე ჯერ არ შეერთება და შეზავებად მართლმადიდებლობაი და მოქალაქეობაი კეთილი რაითა სრული იყოს კაცი იგი ღვთისაი და არა ნაკრულევან და მკელობელი იყოს ერთკერძო ცხოვრება იმისი. ნახე ხარ ამ ხელა სიღრმე აქვს ამ განმარტებას. მარტო ის რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და გადავრჩებითო არ არის ეს საკმარის იმისათვის თუ ჩვენი მართლმადიდებლობა არ ემთხოვა ქრისტეს სიტყვებს და არ ვიქცევით მოქალაქეობით და ღვთისმშენიერით და სულნი ჩვენი სარწმუნოებით და მართლით. თუ ჩვენ იმ სიმართლეს, რასაც იესო ქრისტე შეეწირა და აღდგა შემდგომ ამ სიმართლისათვის, და ეს სიმართლე დაგვიტოვა ჩვენ ამ სიმართლეში არ გავვერთიანდით, ჩვენ უბრალოდ პრაქტიკით, უბრალოდ ქმედებებით და უბრალოდ რაღაცა როგორ გითხრათ, აი ფაციფუცობით ასე დავარქვათ, ხო? ტუტუცობით, ვერანაირად ვერ მივახცევთ ჩვენ იმ სრულ ფასოვნებას და მოქალაქეობას, რასაც თავად იესო ქრისტე აფუძნებს დედამიწაზე. აქ უფრო კიდე სიღრმისეულად არის, ნახე, მოდით თავიდან გავაგრძე და წავიკითხავ. როდესაც ჩვენ ვღაღადებ და ვამბობთ მამაო ჩვენ რომელი ხარ ცატაშინა წმინდა იყავს სახელი შენი მოვედეს უფევა შენი შემსგავსებული ლოცვისაი ამის მოვიგოთ მოქალაქეობაი. ანუ ჩვენ ამ თქმით ჩვენ მოქალაქეობას ვაღიარებთ და ვამკობთ ჩვენ სულებს სარწმუნოებით და მართლით და მოქალაქეობით და ღვთისმშენიერით. ანუ ამით ვაღიარებთ რომ ჩვენ ვართ წმენის ხალხი და ღვთისმშენიერი მოქალაქეები ზეცისა. რამე თუ არცა მოქალაქეობა ის სათნოი თავითვისი სარგებელა არს. ხედავ? ანუ არც კი ის სიტყვით ხო აქ არის. არცა სიტყვიერად თქვათ სათნოება იმ მოქალაქეობა არ არის ეს სარგებელი არაფერი არ არის ამაში. არც რომ ის თქვათ რომ ჩვენ მართალ სარწმუნოებას აღვიარებ და აღსარებლები ვართ თვინიერ საქმეთა. ხედავ, მარტო თქვა რომ მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ არ კონდეს ის სიწმინდე, ის სათნოება, ზეციური მოქალაქეობა, რასაც ჩვენ ქრისტეს სიმართლესთან და სიწმინდესთან გაიგივებს, მაშინ ესეც არ არის რომ სარგებლის მომტანიო შენიო. არც ის აღსარებაიო. ანუ აღსარებაი სარწმუნოება. აი რისი სარწმუნოების მაღიერებელი ხარ, კონფესორ ინგლისურად ნიშნავს რა რწმენის მიმდევარი ხარ. ეს არის აღსარება. და არა ცოდვების აღიარება. ცოდვების აღიარება აღსარება არ არის. აქ აღსარება ცოდვების აღიარებას არ გულისხმობს. აქაც გადაგეს მაქსიმი აღსარებელი და მე ჩვენზე და აღმსრულებულსა მას მადლსა შვილებისა მამისასა ქადაგება და აღსარებად გვესწავების ვით არ მე დიტყვის მახარებელი რომელთა შეიცნარეს იგი მისცა მათ ხელმწიფებაში შვილი ღვთისაყოფად. ანუ აღსარება ნიშნავს მამის შვილობის მიღებას, ცოდვის მოკვეთას და შედგომას ქრისტეს ნათელში. ეს არის აღსარება ამას ნიშნავს.
და არა წოდების აღიარებას და წოდების მიტევებას. მართლმადიდებლობა უფლის არა ორივე ესე ჯერ არ შეერთება და შეზავებოთ. ხედავ, რას ნიშნავს საქმე? საქმე არ არის ეს რაღაცა, რასაც რიტუალები ქვია. რიტუალი არ არის საქმე. აქ არის ზუსტად ის გამოხატულება რწმენის მოქმედება, რწმენით რომ ფიქრობ, რომ თავს ანებებ ცოდვას და აღარ აკეთებ ცოდვას. აი ეს თუ არ აისახა შენს მოქმედებებში და საქმეებში, მაშინ სარგებელი არ აქვს. უბრალოდ თქვა, რომ ჩვენ ვცდილობთ, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ჩვენ გვწამს. არა, ის რწმენა უნდა ემთხვეოდეს გამოვლინებებს. როგორია შენი გამოვლინებები? ხე ნაყოფით იცნობა. როგორია შენი ნაყოფი? ასე რომ მარტო ის თქვა, რომ პირით ვაღიაროთ, რომ წმინდა იყოს სახელი შენი, მოვედეს უფევა შენი და ამით ვაღიაროთ, რომ აი ჩვენ სარწმუნოებით და მართლით და მოქალაქეობით და ღვთისმშენიერით ვიმართებით, არანაირი სარგებელი არ აქვს. არც მხოლოდ საქმეებით მართლმადიდებლობაზეა სარგებლის მომტანიო. არამედ ეს ორივე ერთად შეზავებით. მოქალაქეობა ის, რომელიც შენში არის უკვე აღზრული და გამოვლინებული უკვე შენს გარეთ, რასაც შინაგანი კარნახობს და ბაძავ ქრისტეს სათნოების სახეს, რა სათნოებას ქრისტე მოგცა, რამდენად გამოისახება თქვენში ქრისტეო. როგორც პავლე ამბობს, დღე და ღამით სრემლით ვცდილობ, რომ ერთი სულმა გროდის გამოისახება თქვენში ქრისტეო. აი, რომ გამოისახება, ზუსტად ეს არის სათნოების სახე, რომელსაც შემდეგ უკვე ადამიანი ქრისტიანი ასხივებს და ქრისტიანს კი არ უწოდებს საკუთარ თავს, არამედ სხვები უწოდებენ მას ქრისტიანს, იმიტომ რომ ძალიან გავს ის ქრისტეს, მადლით განმეორებული ქრისტეაო წმინდანი, ხო? ეს არის საფეხურები, ხო, წმინდანობის. რასაც აქ მაქსიმ ახსენებელი დაღეჭილად საუბრობს. რომ მოწოდება კი არ არის, რომ უბრალოდ აღარ აკეთო, არამედ აღკვეთა ცოდვისა და ბუნებისა და მოშორება ყოველგვარი ბნელი საქმის. რამა თუ სიტყვისებრ მოციქულისა სარწმუნოებაი გვაცხოვნებს ჩვენ სიყვარულისა მიერ დამტკიცებული. ხედავ, მარტო ის კი არ არის, რომ კაცს წამს, არამედ სიყვარულისა მიერ დამტკიცებული სარწმუნოება გვაცხოვნებს. ხედავ, რა კარგად ხსნის. მარტო ის, რომ სარწმუნოება მაქვს და მართლმადიდებელი ვარ და ეს გადავრჩები, არაფერი არ გადარჩები, წარწყდები, იმიტომ რომ მცირედია ის გზა, ვიწრო არის, იბრით ჭეიო, სადაც მცირედნი დადიან, ხოლო ფართოა გზა, სადაც ბევრი დადიან. თითოეულ ადამიანზე არის, თითოეულ ინდივიდუალურ ადამიანზე. ჩაიხედეთ გულში. ყველა ვინც დადიხარ და უმრავლესობას არ აყვეთ რა და დაუკვირდით ამ მოციქულის ესე წმინდა მამის სიტყვებს, ნახე რას ამბობს. მაგრამ სარწმუნოებაი გვაცხოვნებს ჩვენ სიყვარულისა მიერ დამტკიცებულ. სიყვარული თუ არ გამოვლინდა ამ სარწმუნოებაში, ის სარწმუნოება ფუჭია, არ გაცხოვნებს. მხოლოდ გაცხოვნებს სარწმუნოება სიყვარულისა მიერ დამტკიცებულ. სახელით ამით სიყვარულისაით და ყოვანი ნასათნოებანი მოასწავნა და ყველა ნეტარი მოციქული პეტრე გვასწავლის და იტყვის. ესევდით მოწევნულსა მას მადლსა მოვლინებულსა ზეცით, რომლისათვის გული უთქვამს ანგელოზს და ხილვად. ეს არის 1 პეტრეს 1:12. ნახოთ 1 პეტრეს 1:12. მეგობრებო, გასაგებად ხო ხსნით, თუ ვერ იგებთ, შეგიძლია კითხვებით ამიწეროთ, მანდა რომ რაც შემეძლება მაქსიმალურად ავხსნი. რომ ჩემთვისაც და თქვენთვისაც სასარგებლო იყოს. 1 იოანე არ გვინდა, 1 პეტრე გვინდა ჩვენ. აი ეს არის 1 პეტრე 1:12. აბა ნახოთ რა წერია. მათ გამოუცხადდათ, რომ არა საკუთარი თავისთვის, არამედ თქვენთვის ემსახურებოდნენ იმას, რაც ახლა გეუწყათ მათი მეშვეობით, რომლებმაც ზეციდან გამოგზავნილი წმინდა სულით გაუწყეს სასიხარულო ცნობა, ანგელოზებს სურთ ჩაუკვირდნენ ამ ყველაფერს. აი ამას ამბობს პეტრე მოციქული. ხო ნახოთ იმ პატარა სახარებაში როგორ წერია, აქაც შევადაროთ აი ამაში. პირველი ტიმოთე, კორინთელები, რომაელთა 1 პეტრე, აი ეს 1 პეტრე. 1:12. რომელთაც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ეხლა გეუწყათ ციდან მოვლინებული სული წმინდის მიერ, თქვენი მახარებლისგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზებიო. და ანგელოზების ნატრობდნენ ამის ჩაწვდომას.
ვითა შვილი ხო ნახე მე რასამოს მოირწყენით წერენი გონებათა თქვენთანი ფხიზელიყვენი და მართლიად ესევდით მოწენულსა მას მადლსა გამოცხადებასა უფლისა იესო ქრისტესა ვითარცა შვილნი მორჩილებისაინ და ნუ თანახად ექნებით პირველთა მათ უმეცრებისა თქვენისა გულისტკუმად არამედ წოდებელისა მისებრ თქვენისა წმინდა იყვენით ყოველსავე შინასვლასა თქვენსა რამე თუ წერილ არს წმინდა იყვენით რამე თუ მე წმინდა ვარ ეხლა მოყავს 1 პეტრეს 1:16 ამიტომ შემოისარტყენით თქვენი გონების წენი იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებაში თქვენთვის მოსანიჭებელი მადლის სრული იმედი იქონიეთ როგორც გამგონე შვილები ნუაყვებით თქვენი უმეცრების დროინდელ გულისთქმებს ხედავ ადრინდელ გულისთქმებს ნუაყვებით უმეცრებისო არამედ ესე ადამიანი ცოდავს უმეცრებით არამედ თვითონაც იყავით წმინდები ყოველ საქციელში როგორც წმინდა იგი ვინც თქვენ მოგიწოდათ აი ამას ნიშნავს მამაო ჩვენო რომ მიმართავ მამას ისეთივე უნდა იყო წმინდა როგორც ის იყო ის არის ყველაფერში თქვენ საქციელებშიო რადგან წერია იყავით წმინდები რადგან წმინდა ვარ მე ამბობს წმინდა ლევიანთა წიგნის მე-11 45 ესე შესაძლებელი არის რომ ჩვენ ვიცხოვროთ წმინდა და წმინდა საქციელებით და თუ მამას უწოდებთ იმას ვინც მოუკერძოლებად განეკითხავს თითოეულ საქმეთა მიხედვით მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი წირობის ხანი ხედავთ თუ მამას უწოდებთ მას მაშინ თქვენი წირობა ანუ თქვენი ცხოვრების წლები უნდა გავატაროთ მოშიშებაში ანუ ცოდვა არ უნდა ვაკეთოთ და უკვე თუ მამითხადით მას რომელი თვალუხვად საჯული არ თითოეულისა საქმესა შიშით წირობისა მაგის თქვენისა ჟამის აღასრულნეთ უწყოდეთ რამე თუ არა გახსნით და ვერცხლით აგინა ოქროით აიხსენით თავნი თქვენ ამაოისა მისგან მამათა მოცემულისასვლისა არამედ პატივსა და სისხლით ვითარცა ტარიგისა უმაკოისა და უბიწოისა ქრისტესითა ხო არამედ ხო რა კი იცით რომ არა ხსნადი ვერცხლიდან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისაგან გადმოცემული ამაო გზიდან არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით როგორც უბიწო და უმაკო კრავისა რომელიც სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენი გულისათვის ხედავთ ჩვენ მამების გადმოცემები და წირვალოცებით და პრაქტიკებით კი არა ვართო ჩვენო გადარჩენილებიო კაცო მამების გადმოცემით არამედ ქრისტეს ერთგზის დაღვრილი სისხლით უმაკო სისხლით რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული ერთგზის რომ შეწირულიყო ჩვენთვის წოდებისათვის უმაკო სისხლი უბიწო სისხლი და არა იმათვის ვინც მიიღო მადლი და განუდგა იმათვის არა ჩვენთვის ვინც ღმერთს მამას უწოდებთ და განუდეგით ცოდვას ამას ახსნის ახლა ამათ სიტყვათა ნესტვიცა ღვთისმეტყველებისა იოანე მახარებელი მოწაფეგი ქრისტეს საყვარელი ეწამების და იტყვის წმინდა სამას ეპისტოლესა შინათვისსა ვითარმეთ ესე არის აღთქმაი რომელი გვესმა მამისაგან რამე თუ ღმერთი ნათელ არის და ბნელი მისთან არა არის არცა ერთი უკვე თუ თქვათ ვითარმეთ ზიარება გვაქვს მისთანა და ჩვენ ბნელსა შინა ვიდოდით ტყუით და არავით ჭეშმარიტებას უკვე თუ ნათელსა შინა ვიდოდით ვითარცა იგი ნათელსა შინა არს ზიარება გვაქვს ურთიერთობა და სიცხლე იესოისი ძისა მისიც აი განწმენს ჩვენ ყოვლისაგან ცოდვისა ეს არის პირველი იოანეს პირველი თავის 5:7 ხო ნახოთ რა სამოსაკა სინამდვილეში ეს მახარებელი აჰა 5:7 ხო მოიცადე პირველი იოანეს აჰა ამბავი რომელიც მოვისმენთ მისგან და გავუწყებთ თქვენ ღმერთი არის ნათელი და არავით არის სიბნელი არ არის მასში თუ ვამბობთ რომ თანაზიარება გვაქვს მასთან ანუ ღმერთთან და ბნელში კი დავდივართ ანუ ცოდავთ მაშინ ტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტებით ხოლო თუ ნათელში დავდივართ როგორც ის არის ნათელში მაშინ მოზიაროება გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის იესო ქრისტეს სისხლი წმენს ყოველგვარი ცოდვისაგან ხედავთ რას ამბობს თუ ჩვენ დავდივართ სინათლეშიო ჩვენ ბოროტება არ არის მასში ანუ არ ცოდავთ მაგრამ თუ ჩვენ ნათლეში დავდივართო როგორც ის არის ნათლეშიო მაშინ მისი ძის სისხლი წმენს ყოველგვარი ცოდვისგან ანუ ბოროტება აღარ არის ჩვენში და თუ გაგწმინდა რომელ მომავალ განწმინდაზეა საუბარი რადგან შეუძლებელია ერთხელ რომელიც ეზიანებს სულიწმის მადლს შეუძლებელია ისინი კვლავ განახდნენ სინანულად აი ნახოთ ებრაელთა წერილის მე-6 თავში რა წერია
მეორე ვინაიდან შეუძლებელია რომ ერთხელ უკვე განათლებულნი რომელთაც იგემე ზეციური ნიჭი და ეზიარნენ სული წმინდას გემოუნახეს ღვთის კეთილ სიტყვას და საუკუნო ძალებს და მერმე დაცემუნი კვლავ განახდნენ მოსანანიებლად რადგან ისინი კვლავ ჯვარს ოცავენ ღვთის ძეს და აგინებენ შეუძლებელია ორჯერ მეორე ეს არის შეუძლებელი ვინაიდან მიწა რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანული სასარგებლოა მათთვის ვისთვისაც მუშავდება იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას ხოლო რომელიც იძლევა ეკალსა და კუროს თავს უვარგისია და ამის დაწყეული მისი ბოლო დაწვაო ესე იგი შენ წარმარა შეცოდო მოინანიო და აღმოაჩინო კუროს თავი და ეკალი დაწვა ბოლო შენ და აქ არის საუბარი რაზე შეუძლებელია ერთხელ ვინც განიცადა სინათლეში და ეზიარა სული წმინდას შეუძლებელია ის კვლავინდებურად განახლდეს სინანულად მაშინ ის ახლდენაც სვამს ჯვარს ესე ქრისტე ჯვარზე შენთვის აღარ კვდება მეუბნებით ის ერთხელ შეეწირა რომ ერთგზის დაღლვის სისხლს სამუდამო გამოსყიდვის ძალაუფლება აქვს ჩვენთვისაც და ჩვენ შემდგომი თაობისათვის ვინც ივლის მის ნათელში და ეხლა ჩდება ესეთი კითხვა თუ თქვენ ამბობთ რომ ქრისტიანები ვალდებულები არიან მღვდლის წინაშე აღიარონ ცოდვიდან ცოდვილები არიან მე ამ მუხრით იოანეს წერილის მეხუთე თავის მეშვიდე პირველი თავის მეხუთე მუხლის თანახმად გეტყვით რომ ბნელში კი არ დავდივართ ვინცაც თანაზიერება გვაქვს ქრისტეში არამედ ნათელში ვარ და თუ ვინც ამბობს რომ თანაზიერება გვაქვს მაგრამ ბნელში კი დავდივართ მაშინ ტყუი და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად ჭეშმარიტების შესაბამისად ესე იგი ვის ვატყუებთ ჩვენ თუ ქრისტეს სინათლეს ვეზიარებთ მაშინ რომელ ცოდვებს ვაღიარებთ ცოდვა ნიშნავს ბნელში მოარულ ადამიანს თუ ჩვენ ვაღიარებთ რომ ქრისტეში ვართ ღმერთის სინათლეა და სინათლეში დავდივართ მაშინ ის ვინც სინათლეში არის ის ვერ იქნებოდა ვერ გამოისყიდა ხო ქრისტე თუ კვლავინდებულად ცოდვებს ესე იგი სინათლე ვერ გამოისყიდა ქრისტეს ამ მათ ცოდვებს როგორც ამბობს ხოლო თუ ნათელში დავდივართ როგორც ის არის ნათელში მაშინ მოზიარობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის იესო ქრისტეს სისხლი გვწვენს ყოველგვარი ცოდვისგან ესე იგი რაც ნიშნავს ვინც სინათლეში დადის და გადაწყვიტა სინათლეში სიარული მისი ძის იესო ქრისტეს სისხლი წმინდავს ესე იგი ვინც ნათელშია მას არ ჭირდება სისხლი რომ გაიწმინდოს იმიტომ რომ ის უკვე გაიწმინდა და შევიდა სიცოცხლეში ხო სინათლეში აქ ვისეუნება ის ვინც ნათელშია თუ ის ვინც ბნელში დადის ვისეუნება ამას მოციქული თუ ამბობთ რომ თანაზიერება გვაქვს მასთან და ბნელში კი დავდივართო ტყუითო ხედავ თუ თანაზიერება და სინათლეში დადიხარ ესე იგი იტყუები შენ თუ ამბობ რომ თუ ბნელში დადიხარ კვლავინდებურად და ამბობ რომ სინათლეში ვარ და ის ვინც სინათლეშია იმას ხო არ ეუბნება ამას რომ ისინი ცოდები უნდა ჩაიდინონ და კვლავინდებურად უნდა მოინანიონ მაშინ თუ ესე იქნებოდა მისი ძის სისხლი ვერ გაწმენდა ხო მათ აბა დაფიქრდით ამ ორ მუხლს დაუფიქრდით მეხუთე მეშვიდე მუხლს პირველი იოანეს წერილით დაუფიქრდით ვის მიმართავს მოციქული ამას ისინი ვინც სინათლეში დადიან და ცოდავენ თუ ისინი ვინც ბნელში დადიან და ამბობენ რომ სინათლეში ვართ ვის მიმართავს აქ მისი ძის სისხლი გვწმენს რა თქმა უნდა იმათ მიმართავს ვინც ჯერ არ არიან ჯერ კიდევ ქრისტეს სინათლეში ცოდვილებს მიმართავს და ვინც იტყუება რომ ჩვენ ნათელში დავდივართ ჩვენ გვწამს ღმერთის ამოდროულად ბნელში დადიან და არ არიან ქრისტესთან თანაზიერებაში ქრისტეს ნათელში თანაზიერებაში რომ იყო აღკვეთო უნდა ბოროტება ცოდვის ჩადენა შენგან შენი გულის თქმები შენი გულის წყრომები უნდა აღკვეთო აი მაშინ იქნები ქრისტეს სინათლეში მოსიარული და არავის ვეღარ მოატყუებ ვერავის და ესენი ახლა ყველანი ვინც დადიან ახსარება მაზირებელი ხალხი ვინც არის ყველა აბსოლუტურად რა იმიტომ რომ დიდერესი და სქიზმაში არის ეწინააღმდეგება აი მოციქულის ამ სიტყვებს ეგენი არ არიან ქრისტეს სინათლეში ქრისტეს სინათლეში რო იარო შენ აღარ უნდა აკეთო ბოროტი საქმეები ბნელში აღარ უნდა იარო ვალდებული ხარ აღარ აკეთო ცოტა როგორ ოიძახია როგორ და აბა ეხა თუ როგორ და ეჭვის კითხვის ნიშნულს საყენებ ამ ყველაფერს როგორ ოიძახი მაშინ შენ არ გწამს ქრისტეს არ შეგიცვნია იმიტომ რომ ის ვინც ცოდავს ეშმაკისგან არის აგერ წაგეკითხოთ კიდევაც მაგას პირველი იოანეს მესამე თავის მეოთხე მუხლიდან ყოველი ცოდვის ჩამდენი უჯულოებასაც ჩადის და ცოდვა უჯულოებაა თქვენ იცით რომ იგი გამოჩნდა რათა ეტვირთოთ ჩვენი ცოდვები რომ მასში არ არის ცოდვა ქრისტე თუ ჩვენში არ არის ცოდვა ყოველი ვინც რჩება მასში არ სოდავს ხედავ ის კი არა რომ შევა და გავა და გამოვა განა ის არის პრახოვე დუორი კი არ არის კაცო ქრისტე
ვინც რჩება ქრისტეში, ის აღარ წოდავს. ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას. შენ თან შევცოდო და თან ქრისტე შევიცნო ეგეთ რაღაცა. არც ერთ შემცოდეს არ შეუცვნია იგი. ვერ შეიცნობ მას. თუ შენ კლავდებურად ცოდვაში ხარ. ესე იგი არ შეგიცვნია. ცოდვილი ადამიანი ნიშნავს ქრისტეს ვერ შემცნობს, ვერ დამნახავს. სინათლეში არ მოსიარულეს, მადრის უამყოფეს, რომელიც აგინებს მადრის სულს და კლავდებურად ხელახლა აცვავს ქრისტეს ჯვარს. აი ეს არის მეგობრებო განმარტება. დანარჩენებს აღარ ჩავყვე და აღარ მოყვე ცოდვის ჩამდენი როეშ მაგისაგან არის და ღვთისგან შობილი არ ცოდავს, ეგეც თავისებურად განმარტეს. თავინე თავშივე მოუგრიხეთ კისერი ქვევრს. ყოველი ცოდვის ჩამდენი ურჯულოებასაც ჩადის და ურჯულოება არის ცოდვა. პირდაპირ ამბობს მოციქული. ჯერ ცოდვის დეფინიცია უნდა განიმარტოს. ცოდვა არის ურჯულოება, ყოველგვარი უსამართლობა, ყოველგვარი სიბნელეში შეერვება და უსამართლო ადამიანი ვინც ბნელში დადის და ვინც ქრისტეში დადის, ის მას აღარ მიმართავს მოციქული, რომ მისი ძის სისხლი წმენს. რა სისხლი, რომელი სისხლი ახლა საჭირო თუ კი უკვე განიწმინდა. ესე იგი, ის ვინც ნათელშია და თუ ნათელშია იმას მიმართავს, ესე იგი მისი ძის სისხლი ვერ წმინდავს მათ. იმიტომ ნათელში აღარ იქნებოდა. როგორ ხარ? რის გამო უნდა გავიწმინდო თუ ნათელში ვარ და ბნელში აღარ დავდივარ? ქრისტეს ნათელში ვინც არის ბნელში აღარ დადეს. და თუ ბნელში აღარ დადეს, მისი ძის სისხლი როგორ წმინდავს? წარამარა თუ წოდავ და ისე ბნელში დავდივარ. ესე იგი, აქ მოციქული მიმართავს არა ქრისტიანებს, ვინც ნათელში დადიან, არამედ იმ ქრისტიანებს ბჭყალებში, ვინც ქრისტეს სინათლეში არ დადიან და ამბობენ დავდივართო, მაგრამ ბნელში არიან ისევ. მათზე ამბობს ეს. ანუ ებრაელ ქრისტიანებზე, რომლებსაც აღიარებდნენ მხოლოდ მამა ღმერთს და მის ძეს უარყოფდნენ, იმათ მიმართავს და არა იმ ქრისტიანებს, რომლებიც ქრისტეს სინათლეში იყვნენ და უარყვეს ცოდვის ჩადენა. ხო, ეს ეგრე. ეხლა დავასრულოთ რამ ბოლომდე ჩავალამას და როგორ იყო აი აქ ამთავრებს ამოხს ღვთისა ვითარ ხო ესე ვითარ იგი ქვეყანაზე და აღასრულებს ნებასა ღვთისასა ვითარცა იგი ზეცას ანგელოსთა მხედრობანი და იგი არს ყოვლითუთ თანამოდასე და თანამოსაგრე ანგელოს და ვითარცა იტყვის წმინდა მოციქული ვითარმეთ საყოფელი ჩვენი ცათაშინა არს. მეორე კორინთელების 5:1. ზუსტად ასეთი ადამიანიო აღასრულებს მამის ნებას, ღმერთის ნებას, როგორცო ზეცის ანგელოსთა მხედრობანი აღასრულებენ მამის წესს განგებას. აი ქრისტიანი რას ნიშნავს? როგორც ზეცის მხედრობა არის და აღასრულებენ მამის ნებას, ასევე არის ქრისტიანი დედამიწაზე აღასრულებს მამის ნებას, ზუსტად ასეთი აღასრულებს. და ხდება თანამოდასე ყოვლითურთ და თანამოსაგრე ანგელოსთა. თანამოსაგრე, ანუ ანგელოზების პატივშიც შედის ესეთი ადამიანი. ამიტომ ეწოდებათ მეუდაბნოე მამებს ანგელოსთა სწორი და ანგელოზებად მოიხსენებიან დედამიწაზე. ესეთი ადამიანები, ვინც ამ საფეხურს მიაღწია. და ესეთები იყვნენ მოციქულები. არ ცოდავდნენ. როგორც იტყვის პავლე მოციქული, ნახეთ მეორე კორინთელების 5:1. ნახოთ მეორე კორინთელები 5:1. რადგან ვიცით, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი, კარავი, ღვთისაგან გვაქვს შენობაც ცაში ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო. ხედავ რას ამბობს პავლე მოციქული. ეს დაინგრევაო, ეს სხეული დაინგრევაო, ეს ტაძარიო, ეს კარავი არის ჩვენ დროებითი არის. და ჩვენ გვაქვსო უკვეო, ვიცითო, რომ ჩვენ გვაქვსო შენობა ცაში ხელთუქმნელი, აი რაზეც ჩვენ საუბრობდით, მამო, გახსოვს? მაცხოვარი ტაძარზე რო საუბრობდა, თავის სხეულზე კი არ ლაპარაკობდა, ხელთუქმნელ ტაძარზე საუბრობდა. აი ეს ჩვენ გვაქვს, ეს არის ზეციური სახლი. თუ არ წავედი მამასთანო, ვერ მოგიმზადებთო, ხო? უნდა წავიდეო მამასთან, რომ მოგიმზადოთო. რაზე იყო აქ საუბარი? იმ ხელთუქმნელ ტაძარზე, რომლის აშენებას აპირებდა ქრისტე ზეცაში. მამასთან რო წავიდოდა. და შემდგომ მოვალენდა სულიწმინდას ჩვენზე. და ის სულიწმინდაგან აქა-იქა დადის და რაღაცა რა. შენში იქნება, მუდამ შენში იქნებაო და აგერ იესოც ამბობს, აქ ხო არა ვიდოდეს ბნეს, არამედ აქონდეს ცხოვრებაი ნათელი ცხოვრებისაიო. კი არ დაკარგავსო. მე ვარო ნათელი სოფლისაიო, რომელიც შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნეს, არამედ ნაქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი, საკუთარ თავში, ანუ გული, აქციო ქრისტეს ტაძრად. და როცა აქცევ ქრისტეს ტაძრად, ის ნათელი შენშია და რაც შენშია გარეთაც ასხივებს.
ანუ შენ გექნება ეს სულიწმინდა, სულ შენთან იქნება. კი არ მიგატოვებს, როგორც ბოლო მათესახარება მთავრდება, ხო? ასეთი მუხლებით. მოდი ეგეც ვნახოთ. მათესახარება როგორ მთავრდება. ადეში ცოცხთავია. 22 თავი. ახლა ასეუნება ბოლოს. და ასწავლებდით მათ დამარხვად ყოვლისა რაოდენი გამცენ თქვენ. იმარხულე კი არა უკაცო და საჭმელი კი არ შეჭებოდა ის კი არ შეჭებოდა. დამარხვა ნიშნავს დაცვას. ნათქვამის დამახსოვრებას. აი ეს არის ნათქვამის დამახსოვრებას ნიშნავს და ასწავლებდითო ყველასო. და ეს რა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ყოველთვის თქვენთანა ვარო, არც ერთი წამი არ მიმიტოვები ხართო. ობლათ არ დამიტოვები ხართო. ხო ამბობს იესო ქრისტე, აი მათესახარებაში, მაგარი კარგია რა ყველაფერი ერთად უნდა გავაერთიანოთ და მე ნახე კიდე რას ამბობს ეზრას ეუბნება. მეო შენს გვერდით ვიყავი ყოველთვისო, შენ ვერ მხედავდიო. მაგრამ არასოდეს არ ყოფილვარ უსამართლოებთან, ანუ ცოდვილებთან, ცოდვის ჩამთენებთან, არასოდეს არ ყოფილვარ. ქრისტეს სინათლეში ზიარება, ეს არის შვილობა, მაგით ოლოცდოთ, წმინდა იყოს შენი სახელი თორე. რომელიც სახელი გააცხადა, რა გააცხადა, აი ეს სახელი გააცხადა, რომ შენ იცხოვრო წმინდა, სათნოების სახე მოგცა, რომ წმინდა იყოს, ეს შენ გჭირდება, ღმერთს არ ჭირდება მაგის ლოცვა. ეგ შენ გჭირდება, რომ წმინდა იყოს სახელი ღმერთისა შენში. შენი ცხოვრებით იყოს განწმენდილი, რომ ბაძავდე ქრისტეს ამაზე და ქრისტეს სინათლეში იყო დამკვიდრებული. აი კიდე რას ამბობს, მე ვარ ნათელი ამ ქვეყნისა. კი, თომას ახარებაში წერია, მე ვარ სინათლე, რომელიც ყველა მათგანზეა. ყველა მათგანზე არისო. ყველაფერი ჩემგან გამოვიდა და ყველაფერი შემოდის ჩემში. აიღე ქვა, მანდ მიპოვი, გააპეხე და მის შორის მიპოვიო. არ არსებობს ადგილი, სადაც იესო ქრისტეს ყოფობა არ იქნება. ამ გაგებით არის, ხო? აი მიდრაშის ეულის იბრძნია. არ არსებობს ღმერთის სამყოფელი ადგილი დედამიწაზე, რადგანაც ის ყველაფერში არის მოცული. და ყოველივე მასში არის. იქნას ნათელიო რას ნიშნავს ლევა. ძველ აღთქმას ცოტა ისეთი თვალით უყურებ რა. ეგ მოსეს თორა არ არის მოსეს დაწერილი და რა ვიცი ვინა დაწერა ძმაო. სამყაროს შექმნის შესახებ ცნობა აბრაამამდე და მოსემდე არ ექნებოდათ კაცო? აბა ენოქის წიგნი რა არის? ამ ხელა სამყაროებს რო აღწევს. მე ეჭვის თვალით უყურებ მოსეს თორას. მოსეს თორა სულისუფლდაობას უარყოფს. მოსეს თორა არ არის იესო ქრისტეზე. არანაირად. არც ერთი მუხლი იესო ქრისტეს წინასახი არ არის. არც წინასამეტყველებს ქრისტეზე მოსეს ხუთი წიგნი. ხო მოდი არ გვინდა ხა მაგის კრიტიკა რა, იმიტომ რომ ენოქის წიგნში წერია რომ ანგელოზმა გადრიელმა შეაცდინა ევა. პავლე მოციქულიც ამბობს რომ 1 ტიმოთეს 2:15-ში რომ ადამი კი არ შემცდა და ევა შეცდაო და დაეცო. და ეს ასწავლობს ენოქის წიგნიდან, იმიტომ ენოქის წიგნში ადამი არ დაცემულა. ევა დაეცა. ანგელოზმა გადრიელმა აცდუნა და ადამი და ევა დაშორდნენ, ერთად არ ცხოვრობდნენ. და სიკვდილი რომ ხის ნაყოფის და რაღაც სისულელი ბაედემში მოხდარი ბაღის თეორია ყალბია, იქიდანაც ჩანს რომ სიკვდილი ადამ და ევას დროსაც არსებობდა ედემის ბაღში. ის სიკვდილის ხე იყო, საიდანაც შეჭამეს. უკვე არსებობდა სიკვდილი. აბა იმ ჭამამ კი არ გამოიწვია და ურჩობამ კი არ გამოიწვია სიკვდილი. ის სიკვდილის ხე უკვე არსებობდა, რომელსაც ჰქონდა ნაყოფი სიკვდილის. და რა ურჩობამ გამოიწვია, ეს უდლები რო უბერავენ იქ საიდანაც გადაამისამართებენ. იმ სიკვდილის გამომწვევი ნაყოფის ხის დამგველი იყო ზუსტად ის ძველი აღთქმის ღმერთი. რომელიც კლავს ყოველგვარ სიცოცხლეს და ყოველგვარ შემეცნებას და აზროვნებას და დღესაც მისი მსახურია უდლები კლავენ შემეცნებას, კითხვას დაუსმევ. ქრისტე ამბობს, მამა არავის უწოდაო, ესენი მამებს ირქმევენ. აი ეს ჩვენ ბაძავთ მამას, ხო? ბაძავენ, მაგათ მამას ბაძავენ. იმ ძველი აღთქმის ღმერთს ბაძავენ. იმას უწოდებდნენ, ებრაელები უწოდებდნენ ერთმანეთს მამა, მამაოთი. ქრისტიანები კი არა. ქრისტიანები ერთმანეთს უწოდებდნენ დაოთი, ძმაოთი. ყველა საერთო აქვს საჭმელი. დღეს რომ შენ ქაბაბს და ხინკას აჭამ და შენი ქრისტიანი ძმა იქ ციხეში შიმშილობს სადღაც, ხო? ეს აღარ არის ქრისტიანობა. რასაც შენ ჭამ, იგივე უნდა ჭამოს იმას. ეს იყო კომუნიზმი მოციქულები. მაგრამ აი აქ ამბობს კიდევაც, აი კაი რაღაცა დავიჭირე ხა კიდე რა. მართლმადიდებლობაო თავის საქმეელებით სარგებელს არ მოგცემსო. აი ხო ეძახის საქმეთო და რწმენითო. ხო, ადამიანამდე კი იყო ცივილიზაცია. მართლმადიდებლობა კი არა, აი წეღან ახსენე და დაახვიდე ნახეთ რა. როგორი იყო და მოვიცდი.
გავიგე ხო სად იყო აღარ მახსოვს. მარტო საქმეებით კი არ არის, ეს არისო ცხონებით თუ სარწმუნოებით უნდა გამოვიდესო რა. ზოგიერთ 61 იყო 61 უნდა ყოფილიყო ისეთ კი. დავკარგე ხა ის არის. ივანე მოციქულიანის გამგზავრება ჩვენ ყოველგვარი ცოდვისაგან 47-58. ხო აი ვიპოვე. შემსგავსებული ლოცვისაი ამის მოვიგოთ მოქალაქეობა და შევამკვნეთ სულნი ჩვენი სარწმუნოებით და მართლით და მოქალაქეობით და ღვთისმშობლიერით, რამე თუ არცა მოქალაქეობა ის სათნოებითი თავითვისით სარგებელი არს. უბრალოდ სიტყვით რომ სათნოებით მოქალაქეობ თუ ამის თქმა არისო სარგებელიო. უკვე თუ არა სარწმუნოებით და მართლით და განათლებული იყოს არც აღსარება იმ მართალი თვინიერ საქმეთა კეთილთა წარადგინების ჩვენ წინაშე, ანუ მარტო აღსარებაც თვინიერ კეთილი საქმეების გარეშე არ არის სარგებელიო. როგორც ეს მართლმადიდებლობა ასწავლისო. არამედ შეერთება და შეზავებად მართლმადიდებლობայի და მოქალაქეობայի კეთილი. აი და სრული იყოს კაცი იგი ღვთისაი და არანაკლუებანი და მკელობელი იყოს ერთ კერძო ცხოვრება იმისი. არ უნდა გავყოთო რა. და მე ამბობს, რამე თუ სიტყვის არ მოციქულისა სარწმუნოებაი გვაცხონებს ჩვენ სიყვარულისა მიერ დამტკიცებული. ხედავ? სარწმუნოება გვაცხონებს სიყვარულის მიერ დამტკიცებული. თუ სიყვარული არა მაგდა მარტო მწამს თქვა, ეს აღარ არის. აი ესეთი განმარტება აქვს ამას. ჩვენ მიყავით სადა ხედავა მოქალაქეობაი, რომელი მამად ხადოდა ღმერთსა, ვით არის სამკაულთმემდე. ვით არის აიგეზეცა სანგავსთა მხედრობანი, საყოფელით სათაშინა ჩვენთა, რომელისგანაც იგი მაცხოვარსა მოველით უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესა. ხო ეს უკვე შემდეგში აი აქედან მოვიხედეთ. გუშინაც ჯართიო ეხა ჯართიო ტვინი წაიღეს ამათ მაგიდრა. ხედავა ვით არის მოქალაქეობაი უღირს რომელი მამად ხადოდეს ღმერთთა. ხედავა როგორი მოქალაქეობაა, ანუ როგორი ცხოვრება უწევსო მას ვისაც ღმერთს მამას უწოდებსო. ვით არის და სამკაულთა სათნოებითა და თანა შემკობაი სულთა თვისთა, რაითა ნათელსა შინა ვიდოდით, ვით არის იგი ნათელსა შინა არს. რამოდო ჭეშმარიტად ნათელ არიან ბრძანებანი მისნი. ესაია 26-29 მოხრი. ნახოთ რა წერია. ესაია 29-26-9. სულით გნატრობ და ღამით სულით გეძებ, რადგან სიმართლეს ისწავლია მიწის კვიდრინი, როცა გაასამართლებ დედამიწას. აქ როგორ წერია? რამე თუ ჭეშმარიტად ნათელ არიან ბრძანებანი მისნი. ეს გადაკეთებულია. მოკლედ ბიბლია რა არის, ვეღარ გავიგე რა. ყველაფერი თავისებურად აქვს გადაკეთებული. უკვე თუ მათშინა ვიდოდით სამართლად ხადოდით მას მამად ჩვენდა. ხედავ, თუ ნათელში დავდივართო, აი იმ სინათლეში სიარული გვაქცევსო მის შვილებად და გვაძლევს უფლებას, რომ მას მამათი მივმართოთ. ანუ ყველა ვერ მიმართავს მამაო ჩვენოთი. ღმერთს. დავით არცა კვალად ჭურიცა იგი რჩეული პავლე ღაღადებს, ვით არცა შვენი ნათლისანი ვიდოდეთ რამე თუ ნაყოფი იგი სულისაი ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა. და შემდეგ გლოცავ თქვენ კრული ესე უფლისა მიერ რაითა ღირს ხვიდოდით. ნუ მოკლედ ეხა აქ ძველ ქართულად არის. ახალ ქართულად წავიკითხავ. ან წავიკითხავ ძველ ქართულად. ჩინებას ამას თქვენსა, რომელსაც იგი ჩინებულ ხართ, ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა, სულგძლებითა, თავსიდებით ურთიერთთა სიყვარულითა ისწრაფით დამარხვათ ერთობას ამას სულისასა, სიმყიცით და მის სიმშვიდობისაითა, ერთ ხორცს და ერთ სულ, ვით არცა იგი იჩინენით ერთით ამით სასოებისა, ჩინებისა მის თქვენისაითა, ერთ არს უფალი,
ერთ არის სარწმუნოებაი, ერთ არის ნათლისღებაი. ერთ არის ღმერთი და მამაი ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არის. და ყოველთა მიერ და ყოველთა შინა. ხედავ, მეოთხე მოხლი, ეს არის ეფესელების მეხუთე თავის 8-9 მოხლი. ეფესელების მეხუთე თავი ნახოთ. ხო, აი ეს არის, ნახე. ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარი. ვინაიდან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში, იარეთ როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. რადგან ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. გამოსცადეთ რა არის უფლის მოსაწონიო. ოდესღაც ბნელები იყავითო, ანუ აღარა ხართ ბნელები, ბნელში აღარ დადიხართ, ცოდვილები აღარა ხართო. არამედ ნათლის შვილები ხართ და ნათელში რჩებითო, ყოველ სიკეთეშიო. იარეთ როგორც ნათლის შვილებს შეშვენითო. მოწოდებაა წმინდანობისკენ, სიწმინდისაკენ, ცოდვის აღკვეთისაკენ. ნათლის შვილები ხართ და სინათლეში იარეთ, როგორც ის არის წმინდაო. ამას მაქსიმე ახსენებელი განმარტავს, მე კი არა. ნახე მე რა მოხლი მოყავს. ეფესელების 4:1-6. ამით დავასრულოთ. ამიტომ შეგაგონებთ მე, პატიმარი უფალში, მოიქეცით იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოწოდებული ხართ, მთელი თავდაბლობით, სიმშვიდით და სიგრძელობით, შეიწყნარეთ ერთმანეთის სიყვარულში. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა და მშვიდობის საკვრელით. ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთ სასოებაში. ხო, მაგრამ მამუკა მეუბნება, რომ მამა, ძე და სულიწმინდა ერთ არსიაო და ერთდროულად იყო მარადეულად სამებიდან არც ერთია უწინარესიო. სამივე ყოველთვის იყო, მაგრამ იესო იძახის, მე ვარ სინათლეო. ამ ქვეყნისაო, მამამ თქვა იყოს ნათელიო და იქმნა ნათელი და გაყარა ბნელი ნათელმა. აქ არ ამბობს მზე და მთვარეზე. ხო, მზე და მთვარეზე უკან იყო ნათელი. ეს სინათლე არის უდადაც მამის მიერ შექმნილი. რატო უარყოფს მე არ ვიცი, მე მაგას მივიწერე კაცო კომენტარებში, დაუღეჭე, რომ ძე შეიქმნა მამის არქეტიპული ღვთაების მსგავსად. აი მას ასწავლიდნენ ანტიოქიის კრებაზეც და კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზეც, სადაც შეადგინეს მაკროსტიხი. რა ვიცი ახლა იგი თუ ვერ გიგებს, მე რა ვქნა, მე არა მაქვს ხა მაგის სრული რაღაცები მოვთქვი, გასაგებად დაუხსენი ყველაფერი. მოციქული და დადგენილებები და დანარჩენი სულ არ მაინტერესებს ეგ რას ფიქრობს და რა დაავალეს. ეს დავალებული არის, აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო. დავალებული არის. უწინარესი როგორ არ არის კაცო, პირდაპირ ამბობს, აჰა, უთხარი, ხო აღიარეს ნიკეის წამს და კონსტანტინოპოლის, ნიკე კონსტანტინოპოლის წამს. ნეტარი ავგუსტინე ჰიპო არის წმინდა მამა. მართლმადიდებელი და კათოლიკეს, ორივესთვის წმინდა მამაა. ნიკეის კრებაზე და კონსტანტინოპოლის კრებაზეც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. სარგებლო და მარკელოზის თეზისებით და ათანასე ალექსანდრიის თეზისებით. პირდაპირ ამბობს თავის წიგნში 20 წელიწად და სამებაზე მაგ წიგნს, რომ სულიწმინდა გამოდის რა ძისაგანაც, უპირველესად მამისაგან და ძის მეშვეობით მოევლინება. არის მაგის სინაშრომი რა, სამებაზე როცა განმარტავს. პირდაპირ ამბობს ამას. და ეგ წიგნი გააქრეს, მე გამოვეცი საფრთხის სამებისათვის და იქ მაგ შესულ. წაიგითხო ჯერ ისწავლო და მე შემოვიდეს მაგასთან დიალოგებში. იქამდე მე მაგასთან დიალოგებში არ შევალ. იმიტომ რომ არა აქვს სათანადო ცოდნა, რობოტს ეკითხება, ChatGPT-ს ეკითხება და Gemini-ს ეკითხება. საეკლესიო თემას ეკითხება Gemini-ს და მე რო კითხვები დაუსვი, ვიზი ამბობს ქრისტე არავინ დამიღუპავსო, 17:12 მომიყვანა, 17:12-ში არ წერია არავინ დამიღუპავს, არავინ დაღუპულა წერია. ამ იუდამ საკუთარი თავით თვითონ დაიღუპა, მაგრამ ჩვენ ხო განმარტეთ არა 17:18-9-ში რასაც ამბობს იოანე, ეხლა გადავამისამართე რა, აღარ მინდოდა. აი, კამათი იწევს რა, ხო ხდები? მაგით არ შევდივარ თორე. გან არა მაქვს ბაგაჟი რა. ველაპარაკო, მაგრამ ვიცი მე ეს ითის დასრულდება და მაგიტო ვერ იდები. მაგრამ ერთ არცობაზე საუბარს. აჰა, აი 18:9-ში რას ამბობს იესო ქრისტე. რაით აღესრულოს სიტყვა იგი, რომელი ითქვა. ვითარბეთ, რომელი მომცემე არავინ წარწმუნდო მათგან. ვის წარწმუნდა საპირებდა ქრისტეს და სად იყო ეს ნათქვამი სიტყვები, რომ აღსრულებულიყო. აქ რა იყო აღსასრულებელი? გავიმეორებ, რათა აღესრულოს სიტყვა იგი, რომელი ითქვა, სად ითქვა და რომელი ნათქვამი სიტყვა უნდა აღსრულებულიყო. რომელიც ამბობს, რომელი მომცემე არავინ წარწმუნდო მათგანი. მე უნდა წარწმუნდო, არავინ წარწმუნდო მათგანი, რომელიც მომეციო. ვის წარწმუნდა საპირებდა ქრისტე ხო ხსნელი იყო. და იოანეს 17:12-ში ეგ არ წერია, 17:12-ში წერია წარწმუნდა. თუ გინდა ნახოთ მაგასაც, არა პრობლემა. აგერ აქედანაც ნახოთ, იოანეს სახარებიდანაც ნახოთ. მთელი დღე ველაპარაკებული ამას გუთელი რო რა ქვია იმას.
ამაბასილის და პასუხები ვერ გამცა და ეხლა ChatGPT-მაც ვერ გამცა მას პასუხები. იმიტომ რომ აშკარად სხვადასხვა რაღაცა ლინგვისტური განსხვავებები ამას თუ შენ ვერ ხედავ და პასუხს ვერ ამცემ, ხო ესე იგი შენ არ ახარ კომპეტენტური პირი რომ მე შენ ამ თემაზე გედებატო. 17-12 ვიდრე ვიყავ სოფელს ამას მე დავიცვენი გინი სახელით და შენით და რომელიც მომცენ მე დავიცვენი გინი და არავინ მათგანი წარწყნდა. ხედავ? მე კი არ წარწყნიდეო როგორც მე 18-9-ში ამბობს, არამედ წარწყნდა. ეს არის 18-9, აი ახალ ქართულად როგორ არის. რაით აღესრულოს მისი ნათქვამის სიტყვა, რომელიც სიტყვა ნათქვამის სიტყვა ნახსრულებულიყო, ვინ ჩემ მომეცი, მათგან არავინ დამიღუპავს. დამიღუპავს წერი, აქაც წარწყნიდო მათგანიო. არც ერთი. მერე 17-12-ში ნახე რას ამბობს. როცა მათთან ვიყავ, ვიცავდი მათ შენი სახელით, ისინი რომლებიც შენ მომეცი, მე დავიფარე და მათგან არავინ დაღუპულაო. მე კი არ წარწყნიდაო, იუდა თავისი წარწყნდაო, ანუ დაღუპულაო. როგორ არა ლინგვისტური განსხვავება. ესე იგი, ის ნათქვამის სიტყვები არავინ წარწყნდა მათგანი. ქრისტეს არსად არ აქვს ნათქვამი. ხვდებით რაშია საქმე? აი გამოვიჭერე შენი ChatGPT და Gemini და იმის შემდეგ პასუხები აღარ არის. და თუ Gemini და რობოტები და ChatGPT-ები ამაზე ვერ პასუხობენ და ხედავენ აშკარად განსხვავებას, რომ ლინგვისტური დარღვევა, ვინ არის მამუკა თეთრაძე, რომ მე მაგაზე მიპასუხოს სამების დოგმატი 1 არსია თუ 7 არსია. ღმერთს 7 სულიც აქვს, მაშინ 7 არსი ყოფილა და არა 1 არსი. 7 ღმერთი ყოფილა, იმიტომ რომ ღმერთს 7 სული აქვს. და რიცხვება თუ დავყოფთ, ვაფშე 9 გამოდის მაშინ. სამება კი აღარ გამოდის, 9-ება გამოდის. ხოდაშორის პროტესტანტებმა დაუშვეს. ღვთაებრიობაში 9 ჰიპოსტაზი. იმიტომ ის 7-ვე სული, 7-ვე განსხვავებულია, 7-ვე ჰიპოსტაზია სული წმინდის. მაგაზე აღარ ლაპარაკობენ. ესე იგი მეოთხე 1:6. ერთია სხეული, ერთია სული, როგორც ხართ, კიდეს მოწოდებოდი თქვენი მოწოდების ერთსასწრებაში. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი და მამა ყოველთა. ერთია უფალი, ანუ იესო ქრისტე, ერთია რწმენა, არა მართლმადიდებლობა, კათოლიკობა, პროტესტანტობა კი არა, ერთია სარწმუნოება, ერთი. არ ქვია იმას, არც მართლმადიდებლობა, არც ქრისტიანობა, არც კათოლიკობა, არც პროტესტანტობა, არც ბაპტისტობა. ერთია სარწმუნოება. ეს არის იესოს მიმდევრობა. და არა ქრისტიანობა. იმიტომ ქრისტეს რელიგია არ დაუარსებია და ქრისტეს მიმდინარეობა არ დაუარსებია. სარწმუნოება ერთია. ერთია ნათლისღება. ეხლა როგორ არის, იცი, იყო იაღოველი მონათლული, ეხლა მართლმადიდებლად მოინათლა, მერე წავა პროტესტანტად მოინათლება. არ შეიძლება ეს. ერთია ნათლობა გეუბნება ქრისტე. არ შეიძლება დენომინაციებად დაყოფა. მართლმადიდებელი პროტესტანტად მოინათლოს, პროტესტანტი იაღოველად მოინათლოს და ასე ირბინოს აქა-იქა. ერთია ნათლისღება. არ არსებობს მეორე ნათლისღება. თუ მართლმადიდებლად მოინათლე, შენ ბოლომდე მართლმადიდებლობაში ხარ. გადანათლა აღარ არსებობს პროტესტანტად და იმით არ არსებობს. ნათლული ხარ მართლმადიდებლად რჩები მონათლული. გინდა იყოს, გინდა არ იყოს ეს, მაგრამ ჯურის კანონით თუ არ ყო, მე უკვე მართლმადიდებლობიდან იკვეთები. ეს საეკლესიო სამართლის მიხედვით ეგრეა. შენ აღარ ხარ მართლმადიდებელი, თუ ებრაელებთან ეზიარები მაცათი. ხო, და მე ნახე რას ამბობს იესოზე ხარ ვერ თქვიო. მე ცალკე ამბობს, ერთია ღმერთი და მამა ყოველთა. რომელიც არის ყოველთაზე და რომელების ხვრის ხუთში იესოზე კი არის, ამაზე არის. რომელების ხვრის ღმერთი ყოველთაზე და იესო ქრისტე არ არის. ეს არის მამა ღმერთი. იესოს ნუ უტოლეთ მამას. ერთ არსი არ არის. ნახე რას ამბობს რომელების ხვრის ხუთში, რომელიც სუფევს ყოველსაზე და ღმერთი უკუნისამდე. ამინ. ონო ეტი პანტონ თეონ ევლოგიტოს ეისტოსეონას ამენ. ასე არის სიტყვა სიტყვით ებრაული ბერძნული ორიგინალიდან განვამარტინე პავლე მოციქულის სახელობის ის არის. სასულიერო აკადემია იქიდან განვამარტინე ეგ მოხდა. და გამომიწერეს. იქ ტახტის ღვთის გარშემო 24 ტახტია და ყველა დაკავებული არის. კი, 24 წინასწარმეტყველია თომას სახარებაშიც. ეგ არის ის 24 წინასწარმეტყველი, რომელიც ქრისტეს მოსვლას წინასწარმეტყველებდა. მათ შორის ენუქიც. ენუქი წინასწარმეტყველებს. ენუქი ასევე ერთი წინასწარმეტყველი კიდე არსებობს, რომელიც წმინდა მამა რა ქვია დამავიწყდა რა იოანე ოქროპირის მოწაფე დამავიწყდა ვისი სახელი იყო ეს ნუ იოანე ოქროპირის მოწაფე გამარჯვეს მაგას რა რომ ეკლესია მეგ უარყო ხო ივანეს გამოცხადებაში არის და მოიცა ერთი უნდა ნახო რა
აი აქ ამბობს ის წმინდა მამა რა. რომ ჩვენ ბოლომდე არ აგვაქვს კიდე წინასწარმეტყველების სრულად. ეხლა ვიგეთქვი სად წერია იქ. აი გელათურ კატენებში. ეს სანატრელისა დავითისა მიერცა ეს არის ეხლა გეტყვი ვისი წმინდა მამის რომელიც წმინდა მამის არის როგორ ნეტარი თეოდორიტე კვირიელის ხო კვირის ეპისკოპოსი ოქროპირის მოწაფე იყო აი ნახე რას წერს ეს სანატრელისა მეექვსე თავის მერვე მუხლის განმარტება მიქა წინასწარმეტყველის სანატრელისა დავითის მიერცა თქვა ყოველთა ღმერთმა რამე თუ შემდგომ მობით ყოველთა მსხვერპლთა გამხედემ მეტყვა არა შევიწირო სახლის შენი ძვარგთ არცა არ ვეთა შენთაგან ვასტა რამე თუ ჩემი არს ყოველი მინდორი მაღნარისა ეს მოყავს ფსალმუნებიდან მერე მოყავს დღესა ჭირისა შენისა და გიხსნა შენ და მადიდო ესეც ფსალმუნებიდან და ბოლოს აი ესეთ რაღაცას ამბობს ხოლო ამათ ყოველთა წინასწარმეტყველთა შორის პოვებს ვინმე იტყვის უკვე აქაიაცა ვითარმე ცხად არიან ჩემი მიერ შენ და სასჯულდებულნი რამე თუ ნებას ხარკეობა ის შენი სიმრავლისათვის და მახლობელისათვის კაცთმოყვარება იყოფაი და ყოველსავეზე და მოჩილებაი შემოქმედის აღრთისაი ციტირებს აქაი წინასწარმეტყველის ტექსტს და აქ წერია კიდევ ჩვენთვის უცნობი აქია წინასწარმეტყველი მოხმობილი ციტატა ვერ ვიპოვეთ მიქიასთან და ვერ სხვა წინასწარმეტყველთან ანუ წიგნები დაკარგულია წინასწარმეტყველება 20 წინასწარმეტყველების წიგნები არსებობდა აგერ მოწმობს თეოდორიტე კვირიელი და დაკარგულია ესეც მე-12 საუკუნის ხელნაწერია გელათური კატენები არის შერაგონი და აქედან შემორჩა ის და აქედან ერთხელ კიდევ ერთხელ ვამტკიცებ რომ თომას სახარება არის კანონიკური ტექსტი იმიტომ რომ თომას სახარებაში იესო ქრისტეზე არის ნათქვამი რომ 24 წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა ქრისტეს მოსვლაზე და აქია წინასწარმეტყველი გამქრალია ბიბლიაში ბიბლია თავინებოლომდე არის კრეხელობა გადაკეთებულია არ არის ეგ სწორი წიგნი არ არის აი ხა ნახავთ სად წერია 24 წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებდა შენ მოსვლაზე ისრაელში სად წერია აი ამ წიგნში თომას სახარებაში გასასვლელი ვარ და გამიჭიანურდა რა. ღმერთი ყოველთაზე და მამაზე ამბობს, ხო ხედავ ეფესელების 4:5-ში და რომაელთა 9:5 იესოს რომ მიაკერებინ. იესოზე არ არის ღმერთი ყოველთაზე და ერისტოსეუნას ეს არის უკუნისამდე. არა, ონო ეპიპანტონ თეონ ევლოგიტოს ერისტოსეუნას ამენ. მამა ღმერთი არის საუბარი. და კლიმატი რომელიც უშუალოდ მაგას ამბობს. მოდი მაგასაც ვნახავ. კლიმატი რომელიც ციკსაც პირდაპირ როგორ ციტირებს მაგასაც. ესენი არიან თაღლითები, მაგანი ვინც სამებას აღიარებს და ერთარსობას ეთანხმება. რელიგიური თაღლითები არიან. მე რამდენჯერ უნდა აოფარო ეს წერილები, მაგრამ აი მანათქვა, ბიჭო ასტერიოს კაბადოკიელი თუ არიანელი იყო, რა უნდა 351 წელს ანტიოქიის ადგილობრივ კრებაზე, სადაც მაკროსტიხი გამოსცეს და დაგმეს მარკელოზის თეზისები და ათანას ალექსანდრიელის კრეხელობები. განკვეთეს ეპისკოპოსები. ზეგი არიანელები არ იყვნენ, იყვნენ ევსებიანის ხარები იყვნენ, არიანელი რა შუაშია. ზაკარგად იციან ხოლმე, არიოზი, რა არიოზი, აგე შენი წმინდა მამა, რა ქვია, ეპიფანე კვიპრელიც მაგას ამბობს. ღმერთი არ მოდის საკუთარი თავიდან, ის არის სისულელე, ვინც იესოს მამასთან აიგებს და იძახს ერთ არსია. ეგ ერთ არსის არასწორად ესმით, აიგივებენ თითქოს მამა ღმერთი არ არსებობს ძის გარეშე, როგორც ერთი ღმერთი, ეს არასწორია. ერთ არსი მაგას არ ნიშნავს. ერთ არსი ნიშნავს თანაარსს. და არა იმას, რომ მამას წინარე არსებობას უარყოფს და უკარგავს ძე მამის წინა არსებობას. კლიმატი რომელიც 8 წიგნებში პირდაპირ წერია. რომელთა 9:5 რო იესოზე არ არის. აი მეტი რაღა ვანახე ხა. ძე შეიქნა მამის არქეტიპული ღვთაების მსგავსად. აგერ ამბობს კლიმატი რომელიც წმინდა კლიმატი რომელიც მოციქულთა დადგენილებები წიგნი მე-6 ნაწილი მე-5 თავი 26. ამიტომ მოერიდეთ ყველა ერეტიკოს, ეპისკოპოსებო და ერისკაცებო. რომლებიც არღვევენ ჯულს და წინასწარმეტყველებს, რადგან მათ არ სწამთ ყოვლის შემძლე ღმერთის და არ აღიარებენ ქრისტეს, როგორც ღვთის ძეს. რადგან უარყოფენ მის ხორციელ დაბადებას, მწვენიათ ჯვრისა, ავდიდებენ მის ნებასა და სიკვდილს, უგულებელყოფენ მის აღდგომას, უარყოფენ მის წინასაუკუნო დაბადებას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი სხვაგვარადაც არის უღმერთო. წარმოიდგენს ქრისტეს უბრალო ადამიანს და ფიქრობს, რომ იგი შედგება სულისა და სხეულისაგან. ზოგიერთები კი ვარაუდობენ,
რომ იგი შედგება რომ თავად იესოა ღმერთი ყოველთაზე და ანუ ეპიპანტონ თევონ ღმერთი ყოველთაზე და რომელნების ცხრის ხუთშიო. ადადიდებენ მას როგორც საკუთარ მამას და უეჭვად მიაჩნიათ რომ ის არის როგორც ძე, ასევე ნუგეშინის სემენი, ანუ პარაკლიტო. რომელს სწავლებაზე რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო საძაგელი, აგერ პირდაპირ კაცი იძახს. ეს არის წვალებლობა, ერესი, მოერიდეთო მაგეთ რაღაცა, ბერძნულადაც მიწერია და ქართულადაც ამ წიგნში. მაგრამ ბრმებს არ უნდათ ამის გაგება. ენოქის წიგნიც მაგიტომ მოაშორეს, თორე ენოქის წიგნი მე-4 საუკუნემდე კანონიკური ტექსტები იყო და ბიბლიის განუყრელი ნაწილი იყო. მაგრამ არ მოსუნთ, გაიგე, რაღაცები არ მოსუნთ ამ ხალხს, სიმართლეები აღიზიანებთ. ეგ თომას ახარების გამორიცხვა წმინდა ტექსტების კანონიკური ტექსტებიდანაც ეგეც იყო ერთ-ერთი მიზეზი. კონსტანტინე დაუმალეს ეს სახარება. ასევე ნიკოდიმოსის სახარებაც. ორივე კანონიკური სახარებები არის. ნიკოდიმოსის და თომას სახარებაც. და შეარქვეს გნოსტიკოსები. გნოსტიკოსი ნიშნავს პიროვნებას, რომელიც ღვთის ხელში გახდა სიკეთის იარაღი. აი მაგას ეწოდება გნოსტიკოსი. წმინდა კლემენტი ალექსანდრიელი ამბობს, რომ გნოსტიკოსს ამას უწოდებს. ჭეშმარიტი გნოსტიკოსი ეგ არის, ვინც მიაღწია იმ ზომას, რომ ღვთის ხელში სიკეთის იარაღი გახდა. ეხლა ჩვენ აქ უნდა ვეძებოთ 24 წინასწარმეტყველი. ასე რა გამოიქექება, არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადეს. ყველაფერი გამოიქექება, მაგრამ ძებნელი სჭირდება, აი ჩემნაირი ძებნელი ხალხი სჭირდება მას. და არა ესეთი, რომ ვინც დოგმაზია დამოკიდებული. აზრი არ აქვს, მაგათაც პირდაპირ გვეუბნება მოშორდით ხო ხედავ კლიმენტი რომელი. ჩამოშორით თუ რა ერეტიკოსებს და იმას ეპისკოპოსებო და ერისკაცებო. ჩამოშორით ერეტიკოსებს. მაგალითად საძაგერის სწავლება არ არსებობს, სადაც ისინი ავრცელებენ. სად იყო ის 24 წინასწარმეტყველზე საუბარი? ანა მოვძებნო ეხლა. მზე პირად არ მახსოვს და დრო მჭირდება. არ ცალია ნანა ეს კიდე არ იცის რომ ლაივში ვარ. მოკლედ ვიპოვი და მე ჩავაგდებ კომენტარებში, ხო? ესე მაგ უკვე ვეღარ ვეძებ, არ არის აქ. აქ ვერ ვნახე და 24 წინასწარმეტყველი და შენზეო. ისრაელში. სად იყო, ვეღარ მოვძებ, სად იყო, აღარ მახსოვს. არა და ვეჭველი ვიციო იყო. აი ჯართის ჩაბარება კიდე სულ ჩემ ლაივებში როგორ მოუნდება ბიჭო, აი უკვე მეხუთე მანქანა მოდის ამ ჯართზე რა. კიდევ გამოცხადებაში როცა სიცოცხლის წიგნი იყო 7 ბეჭდი დაბეჭდია და არავინ შეძლო გადაშლავა. ხო გამოცხადების წიგნშიც არის. და მივიდა ხვდა ხვედრიო კრაუს რომ მიხსულიყო და ბეჭდი აიხსნაო. წიგნიდან რომელიც მამის გვერდით იდო, მარჯვნივ იდო. არა ინტერესებს, არა ინტერესებს ეგეთი რაღაც. ამათ აქ დოგმა გამიგე. ედიშერი ყავთ იქ ამ წვალებელი და ის ივერი მერკვილაც იყავთ კიდე. წარჩინებული სტუდენტი აკადემიის. და იმათ უჯერებენ ერეტიკოსებს. სიძულვილის გამორჩენებლებს. კაცთ მოძული სარწმუნოება, მაგრამ სარწმუნოებაც არ არის. იმიტომ რომ ქრისტეს მართლმადიდებლობა არ დაუარსებია. არც კათოლიკობა და არც მართლმადიდებლობა იესოს არ დაუარსებია. ერთიაო სარწმუნოება ვიძახის და არა ორიო. აგერ 20 წინასწარმეტყველი ყოფილა ისრაელში და ამათმა გააქრეს. რამდენი 16 დატოვეს. 16-ია, ხო? თუ რამდენი 24 ნამდვილად არ არის ბიბლიაში.
სად იყო ეს 24 წინასამეთყველე? რა ძნელია ესე? მოძებნა რა. ხო, აი 52 გამონათქვამი იესოსი. მოწაფეებმა უთხრეს მას, ისრაელში 24 წინასამეთყველმა იწინასამეთყველა შენ შესახებ. მან უთხრა, თქვენ მიატოვეთ ის, ვინც ცოცხალი დგას თქვენ წინ და ახსენეთ მას, ვინც მკვდარია. ამას სიტყვებს ციტირებს ნეტარი ავგუსტინე ჰიპოც თავის წიგნში Against the Adversary of the Law and Prophet მეორე თავი მე-4 მე-14 პარაგრაფი. ხოლო პარალელს გვთავაზობს ამასთან დაკავშირებით. თქვენ უარი თქვით მასზე, ვინც თქვენამდე ცოცხალია და უაზროდ საუბრობთ მასზე, ვინც მკვდარია. თომას სახარებინა ციტირებს ნეტარი ავგუსტინე და ეს სახარებაზე ეძახია, რომ კანონიკური არ არის. აბა, რა უნდა ილაპარაკო ხა მაგათ. არც არაფერიც მაგრამ. დაახლოებით ციგნი დავასრულოთ ჩვენი ლაივები და წავიდეთ. ყველა გაგიმარჯვოთ ყველა თავის გზაზე. ფული ხო უნდა აიღო დაფინანსება მაგაში. ნუ ხალხი შეცდომაში შეიყვანა. წავედი მეგობრებო, ალბათ თქვენი მე გავაგრძელებ კიდე მათეს სახარების ჩაწერას მერვე თავიდან.